თავარ ცენტრში. აქ არის ჰერაკლიონის არქეოლოგიის მუზეუმი და იქვე ახლოს არის ორი მთავარი ქუჩა. ესე იგი, ერთი არის პასიფაეს ქუჩა, კოლხი ასურის აიეტის დის ქუჩა, რომელიც გათხოვდა კრეტის მეფის მინოსზე. ვეცილზე როგორც მეგია, ხო? აი ეს ტექსტზე წერია ბერძნულად პასიფაე მინოსის მეუღლე. აჰა. მანქანა გადავა. მე ფიქრობ, რომ საქართველოში უნდა იყოს აიეტის, მედეას, პასიფაეს, კირკეს, აფსირტეს და სხვები ცნობილი მითიური პერსონაჟების სახელობის ქუჩები. თუმცა ბეხაზოვანი წარწერები გვეუბნება, რომ ეს პიროვნებები მითიური კი არ არიან, არამედ თიხის ფირფიტებზე ჩვენ ვიცით სახელები აიეტი, მედეოსი, მედეას ვაჟიშვილის სახელი, ასე ვიცით იასონი, ვიცით კოლხეთი, აია და ასე შემდეგ ის სახელები, რომლებიც არგონავტების მითთან არის დაკავშირებული. ამიტომ ფიქრობთ მეცნიერები, მითს საბურველი ახადა თიხის ფირფიტების წარწერამ და ჩვენ დაგვანახა ჩვენი უძველესი ისტორია, უძველესი ქართველებისა, რომელიც დაფარულად არის კუნძულ კრეტაზე, სადაც დღეს მითი და სინამდვილე ერთმანეთთან არის ჰარმონიაში შერწყმული. აქვე არის პასიფაეს, ანუ მინოსისა და პასიფაეს ქალიშვილის არიადნის ქუჩა. არიადნე მოგეხსენებათ, იყო ძალიან ცნობილი ადამიანი, რომ თეზევსი რომ ჩამოვიდა კუნძულ კრეტაზე, ლაბირინთში შევიდოდა და ვეღარ გამოვიდოდა. მინოტავრის მოსაკლავად. მინოტავრი თქვენ იცით, რომ ეს არის წარმართულ პერიოდში ხარის კულტი და თაყვანისებდნენ აქა. ხარი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სამეურნეო დანიშნულების, ყოფითი ცხოვრების მოგვარების გამო. ხარი გამწევი ძალა იყო, ამიტომ მნიშვნელობა აქვს სიცოცხლეში. ძროხას აქვს დანიშნულება როგორც ძისა. ამიტომ კაცობრიობა გადაარჩინა ხარმა და ძროხამ, ზოგადად რომ თქვა. ამიტომ აქ ამას თაყვანისებდნენ მიწათმოქმედებასთან დაკავშირებით.